ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ იმ მდგომარეობას, რაც შექმნილია პენიტენციარულ სისტემაში, საქართველოს ციხეებში კერძოდ, და ამას ყველაფერს დაესწრება წერტილი 1 ოქტომბერს. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, ეს გადაწყვეტილია, ქართველი ხალხი გამოხატავს თავის ნებას და ყველაფერი იქნება კარგად. ნაციონალური მოძრაობის სლოგანი მე მიყვარს საქართველო, რომელიც გამოხატულია მაისურზე, უბრალოდ სირცხვილია ამის შემდეგ ქართველმა თავმოყარი ადამიანმა ეს მაიკაატაროს. ეს აქცია არის ნაწილი იმ უზარმაზარი აქციისა, რაც მიმდინარეობს სრულიად საქართველოში. იმ საშინელ ფაქტთან დაკავშირებით, რაც გუშინ ტელევიზიებმა აჩვენეს. ესეთი შუშის შენობები ვითომ რომ გამჭირვალე ჩვენი პრეზიდენტი რომ ამაყობს ამით, იმის სარდაფებში აწამებენ ამ ხალხს და მათ გვერდზე ვართ სულით და გულით, ყველაფრით. ჩემი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატია და სამართალი. ამას ვითხოვთ. ყველა ქართველი, ვინც დღეს აგვდგავართ მე ვაპროტესტებ ძალადობას, წამებას. მე ვაპროტესტებ იმას, რომ ეს არ არის მარტო მათი დანაშაული. ეს არის სააკაშვილის დანაშაული, მერაბიშვილის დანაშაული. როგორ ისინი იქ იყვნენ და ეხლა გაიგეს ეს ამბავი, რომ ასე აწამებდნენ ხავს. ჩვენ ვიცოდეთ გაზეთებიდან, მაგრამ ეხლა გაიგეს. გვარს ნუ არ წვენენ. ნუ არ წვენენ გვარიშვილობას. მაგათი მომავალი თაობა დაიტანჯება ისე როგორც ეს ხალხი დატანჯეს. მე მარცხვინება, რომ ხათუნა კალმახელიძე კალი, რომელიც იტყვილება და არ მინდა კიდევ თქვა რაღაცეები, რომ მან არაფერი არ იცოდა ამის შესახებ. როგორც მე სადაც მუშაობ, იქ არ ვიცი რა ხდება? სირცხვილი მაგათ. სირცხვილი და სირცხვილი. დიახ, ჩვენ ყველაფერს ვაპროტესტებთ. მაგენი უნდა დაიცაჯო, უნდა ციხეში წავიდნენ სულ ყველა. მთელი მთავრობა.